პროექტის ქუთაისი ეს-მუშაოს ფარგლებში მრჩეველთა საბჭოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში წარმოდგენილი იყო მოსახლეობის ფორუმების შედეგების ანალიზი და ის რეკომენდაციები, რომლის ასახვა 2015-2016 წლების ბიუჯეტში უნდა მოხდეს. პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ბიუჯეტში მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებას 2014 წლის მარტში დაიწყო და 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტის ფარგლებში უკვე ჩატარდა 4 ფორუმი და გამოიკვეთა ძირითადი სოციალური თუ ინფრასტრუქტურული პრიორიტეტები. პროექტის ფარგლებში შეხვედრები შედგა მოსახლეობასთან, 4 ფორუმი ჩატარდა, მთლიანობაში შეხვედრა მოეწყო 514 მოქალაქესთან. მოქალაქეებმა დააყენეს სხვადასხვა საკითხები, რომელსაც სურვილი აქვს, რომ მათი გათვალისწინება მოხდეს ადგილობრივ ბიუჯეტში. მთლიანობაში შეჯერდა ეს საკითხები, დოკუმენტის სახით წარმოდგენილი არის უკვე ქალაქის მერის წინაშე. სწორედ დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ შეხვდით ქალაქის მერს, შეხვდით საკრებულოს წარმომადგენლობით ორგანოს იმისათვის, რომ ჩვენ წარუდგინოთ მოსახლეობის მიერ დასმული საკითხები, რომლებიც სასურველია, რომ მათი ასახვა მოხდეს ადგილობრივ ბიუჯეტში. დაახლოებით ერთი ხედვა გვაქვს ჩვენ თვითმმართველობას მოსახლეობასთან ერთად. ეს არის როგორც გზებთან დაკავშირებული, ასევე შიდა ეზოებთან დაკავშირებული საკითხები, რომელთა დაფინანსებასაც მე გაისათვესები, რომ მნიშვნელოვნად გავზარდო, მიუხედავად იმისა, რომ წელს ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა მიმართულებით. აქ არის ახალგაზრდობასთან დაკავშირებული საკითხები, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია. აქ არის სხვადასხვა კულტურასთან დაკავშირებული საკითხები. ყველა ამ საკითხის ერთ წელიწადში გადაჭრა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, მაგრამ თქვენ ნახავთ, რომ ბიუჯეტის შედგენის პროცესში მნიშვნელოვნად იქნება გათვალისწინებული ამ ადამიანების სურვილები და მოთხოვნები. ბიუჯეტი კეთდება იმისათვის, რომ უფრო მეტი სიკეთე და უფრო მეტი ხვავი მიიღოს მოსახლეობამ, შესაბამისად მათი პოზიცია, მათი ხმა და მათი აზრი და მოთხოვნა დაკვეთა არის ყველაზე მთავარი პრიორიტეტი, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობა, მათ მიერ არჩეული თვითმმართველობა უნდა უსმენდეს და უნდა იზიარებდეს. სწორედ ამ გზით ვაპირებთ ჩვენ წასვლას და ამ პროექტების შედეგად და ამ ღონისძიების შედეგად გამოკვეთილი პრიორიტეტები, რაც შეიძლება კომბინირებული სახით აღმოჩნდეს ჩვენ ბიუჯეტში, იქნება სწორედ თავარი გამოწვევა, რომელიც ამ მოწვევის საკრებულოს პირველ ბიუჯეტში უნდა იყოს აუცილებელი. 20-დან 40 წლამდე ასაკის იყო 279 პირი,